ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ. რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უკვე პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის მე-13 ადგილს იკავებს. ეს დამოუკიდებელი ქართული რაგბის პროგრესია, რომელსაც საფუძველი თითქმის 3 ათწლეულის წინ ჩაეყარა. მომბემ შეძლო პირველი სანაკრებო თამაშის ამსახველი კადრების მოპოვება, რომელიც სამოყვარულო კამერით არის გადაღებული. ამ თამაშს მოყვა პირველი გასვლითი შეტკინებაც. ქართული რაგბის განვითარების ისტორიას ახლა ოთარ გიორგაძე გაგაცნობთ. დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორია სათავეს 1999 წლის 12 სექტემბრიდან იღებს. პირველი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ბორჯღალოსნებმა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 26 წლის წინ ჩაატარეს. მსოფლიო თასის მონაწილე ზიმბაბვე საბჭოთა კავშირში რამდენიმე ამხანაგური თამაშის ჩასატარებლად ჩავიდა. ქუთაისში კი ადგილობრივი რეგიონის გუნდის ნაცვლად აფრიკელებს საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა. დროს საქართველოს ნაკრები როგორც ესეთი არ არსებობდა, ვიყავით 3 გუნდი ვიყავით, რომელიც უმაღლეს ორი გუნდი უმაღლეს ლიგას თამაშობდა, ერთი გუნდი თამაშობდა პირველ ლიგას. ესეთი რომ რამე უარყოფითი მოეხდინა ამ ჩვენ თამაშს, ჩვენ ძამი დამოკიდებულებაში ან ნაკრების ბიჭებში რომ ნაკრებში აღარ დაედა, ესეთი რაღაცა არ ყოფილა. რებში მაინც სხვა ურთიერთობები იყო. ისე რომ არანაირი ცუდი გამოხმაურება ჩვენი ბიჭებისთვის არ მოყოლია ამას. 80-იან წლებში რაგბი საქართველოში სტუდენტურ სპორტად ითვლებოდა. განსაკუთრებული ინტერესი კი ქუთაისში იყო, სადაც ბორჯღალოსნებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ზიმბაბვეს 16-3 მოუგეს. უკვე 1990 წელს ზიმბაბვეში ჩატარებული 2 თამაშიდან საქართველოს ნაკრებმა 1 მატჩი მოიგო. 90-იანი წლების ბოლოდან კი ქართული რაგბი ფრანგი სპეციალისტის კლოდ სორელის გამოჩენის შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგული ნაბიჯი იყო ჩვენი კლოდ სორელის გამოჩენა. ჩვენი ბიჭები რო ნახა, გაიყვანა საფრანგეთში, სადაც დიდი მოთხოვნა იყო ჩვენ ბიჭებზე. სად ახლა ჩვენი დონის რაგბის თამაში და სად საფრანგეთის დონის თამაში. ამან გამოიწვია ეს ზრდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველად მსოფლიო თასზე 2003 წელს ავსტრალიაში ითამაშა. 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დღემდე კი გიორგი ჩხაიძე და მერაბ კვირიკაშვილი კვლავ ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ორივე ბორჯღალოსანმა 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იესპარეზა. სადებიუტო მსოფლიო თასზე საქართველოს საკმაოდ რთულ ქვეჯგუფში მოხვდა და ყველა თამაში წააგო. პირველი გამარჯვება და დამაჯერებელი თამაში 2007 წლით თარიღდება. ორი 2011 წელს საქართველოს მსოფლიო თასზე სათამაშოდ ახალ ზელანდიაში ჩავიდა და გამოსვლა კვლავ 1 მოგებით დაასრულა. 2015 წელს ისტორიაში პირველად საქართველოს 2 მატჩი მოიგო და მომდევნო მსოფლიო თასის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოიპოვა. საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშების უპირობო ფავორიტად იქცა და გულშემატკივარი ბორჯღალოსნებისგან კარგ თამაშს უკვე ევროპულ გრანდებთან ელოდება. პირველი თამაში მარცხით დავამთავრეთ ინგლისთან, ძალიან დიდი ანგარიში წავაგეთ. რავის, მაინც დიდი შენაძენი მივიღეთ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა და მთლიანად საქართველოს, იმიტომ რომ პირველი თამაში იყო და მე ვფიქრობ, აქედან დაიწყო მაინც ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ რა. პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო ისეთ პოზიციაზე მომიწია მუშაობა და თამაში ამ თამაშზე, სადაც უბრალოდ საშუალება არ იყო, რომ რაღაცა გავიკეთებია, უბრალოდ შეგვჭამეს ესე ვთქვათ რა. ქართული სანაკრებო რაგბის პროგრესს თაობათა ცვლაც განაპირობებს. ბორჯღალოსნების ძირითად სამიზნედ საკლუბო მიმართულებით კვლავ საფრანგეთი რჩება. ასაკობრივი ნაკრებები კი სულ უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას იმ გუნდებთან, რომლებიც მსოფლიო რაგბის ლიდერებად ითვლებიან. ჩემ პირველ თამაშს რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში, ჩემი დებიუტი შედგა 2011 წელს რუსეთის წინააღმდეგ სოჩში და ძალიან მძიმედ მახსენდება, იმიტომ რომ სტადიონზე შესული ომში ვიგრძენი თავი, შანსი იყო რომ წაგვეგო თამაში და რა თქმა უნდა არავის არ სურდა და პირველ რიგში მე. ჩემთვის მთავარი მიზანი დღეს არის ტოპ 14-ში თამაში. ეს 4 წელი მსოფლიო თასამდე უნდა გამოვიყენოთ კარგ გუნდებთან ამხარაგურ თამაშებში და უნდა გავიზარდოთ და ჩვენი მიზანია გაუმჯობესება თამაშის. ლაშალომიძეს რუსეთთან თამაშის შესაძლებლობა მომავალ კვირასაც ექნება. სოჩში რუსულ-ქართული სარგბო დაპირისპირება 12 მარტს შედგება. საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში კვლავ ფავორიტის სტატუსით ჩავა. თუმცა ბორჯღალოსნებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მატჩი იოლი არ იქნება. მათ შედეგისთვის ყველა ორთაბრძოლა უნდა მოიგონ.